უნდა იყო და როგორ უნდა გევასებოდეს ნადირობა კაცრო. ახალციხეში აიმით მიდიოდე. სანადირო. ნადირია, ნადირი. ცოტა ისინი მე გადაიგებ ფეკაც მაიმე შენობა ჩათომ დაგძალა ნახე მე გადაიგებ რეალურად გადავიღე ლებო როგორი ყურებიან ბარტყები ვიცი სადა ვარ ფეკა ჩემპიონატში გორების ფერმა და შენ გამილეთეთ კილომეტრი გოჭები არის საშუალება გვაქვს კი ბატონო ხო გორების არის გოჭები ვისაც გინდათ კერატები ყავს ხო საკერატე საჯიში გოჭები ვისაც გინდათ საჯიში ბექას დაუეგეთ კაები აუძახე Короче, ეჭვის თვალით გიყვებს იმიტომ წეგარ მე შემეშალა რაღაცა ცუდად უთხარი. აპას მისაკილა. დღეს არ იცხვია? არ იცხვია დღეს? 21 სექტემბერია, ძო? ბაშა! ეს ავისი. აიცა პირველი ლაშა. აიცა. გაუკვალავია, ბიჭო. დამპალო მე ოპერატორი ვარ ზმა რატომ ვთქვა ამა შეგაგ გაუპალავია ზმა გასრიალდი ეხლა ამ თოვაში გადავდივართ სადმე რომ მარწყვი უნდა ვჭამოთ. ამ ხელა თოვში უნდა ვჭამოთ მარწყვი. რა დაუჯერებელი რამეა. შენი სახე მაინტერესებს. ეს იასო გადამიგო გადმოვა.
ზაფხული კუთხე გამოდი თორია მე მარტო. მამა. ო, შიგნით არის ეზოში. გონჩებთან იქნება ყველა ვარიანტი. აი ძმო. ეხამწიფის გაჩერდა. ანუ საათ просто გაიხედეთ. აი ეხამწიფის გაჩერდა. დადია. სად მოვედით ბექა? ჩემი დეიდაშვილის. ეი. და უნდა ვჭამოთ მარცხი. 21 სექტემბერია და კოჭებს ზევით თოვლია. და ბიჭებმა მოვიყვანეს მარწყვის საჭმელად. გრაფილია ბექა აქ იქნება. ხავა? დაგეკარგა? ესე იგი ამ თაში რო ამოხვალ ამ წას თუ არ დალევ კაი კაცი არა ამინია და ბიჭები სად გაიჭიდეთ ჩაიცა რომელიღაცა იგი მესხური ეილა, ხო? ხო ეგრე ქვია. აჰა. შენი გარეთ. გარეთ. ავათვალიერო. გადი, გარეთ. გარეთ. აღიარებ რომ მაიმუნი ხარ. ვერთ მრავალჟამიერი მოგვეცი, სიკეთე მოგვეცი და გასახარი მოგვეცი ყოველ წელს ამ დროს ფეხი დაგვიდგას ხოლმე და ადრე გაზაფხულზე კიდე თქო რომ აქ თოვლი დნომახს ხოლმე მაშინ აი ტანჯვით რო გადმოდიხარ ძალიან ფულ სიტუაციებში რო ხარ მაშინ არის ხოლმე ჩვენთვის ძალიან მოხდები აქამდე და რაღაცა ტრადიციას ავითარი რა ადგილობრივებისთვის და ერთმანეთს ვასწრებ ხოლმე პირველი ვინ გადმოვა იდეაში. პირველი გზას ვინ გაჭირს? დიდება უფალს. მრავალს დაგოსწროს. დიდება უფალს ვიჭებო. შვიდობით გვევლოს. უფლის წყალობით. დიდება და მადლობა უფალს. შეშლილი წამოვა ახლა პეცკა ნახეთ თუ არა. გაცენება თული და
მოკლედ დღეს ჩვენ წამოვედით ქალაქ ახალციხიდან. შემდეგ გამოვიარეთ დაბა დინგენი და მაღალმთიანი აჭარიდან გადმოვედით მაღალმთიან მესხეთში, ეხლა ვიმყოფებით სოფელი უდის მთაში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. თავიდან ცოტა სხვანაირად იყო დღის გეგმა, თუმცა მთას ამინდებში ვერ გავუგებ. ცოტა მერყევი ხასიათი აქვს და კადრებშიც ნახავთ, რომ ამოვედით დაგვხვდა საოცარი სილამაზის მომენტები რა. 21 სექტემბერი არის დღეს. საკმაოდ უკვე მინიმუმ 20 სანტიმეტრზე მეტი თოვლი არის და რაღაც საოცრად მაგარი დღე შეიქმნა რა და ვინც ზოგადად მაინც იცის ჩემს შესახებ, იცის აუცილებლად ის ფაქტი, რომ რას წარმოადგენს ჩემთვის ეს ხვდა და დღეს პირველ რიგში მიხარია, რომ ესეთი კარგი ხალხი მოხვდით აქ და მართლა ცოტასა აქ იმის შესაძლებლობა რომ აქ ჩემთან ერთად მოხვდეს და რამდენიმე ესეთი ადამიანი იყო, წეღანაც აღნიშნეთ და მიხარია, რომ მათ რიგებს შეუერთდით თქვენც რა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ადგილი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის და გზაში თოკოსაც უყვებოდი. ზოგადად მთის არსი ის არის, რომ მემთეურები დადიან ხოლმე ზაფხულის მთელ პერიოდში საქონელი ამოყვავდა ხოლმე, მე ბებოს და პაპას დავყვებოდი ხოლმე და იმდენ მოგონებას ინახავს რეალურად ეს ეილები სადაც ჩვენ ვართ რა. რომ აი თითოეული კედელი, ეხა კიდე ისე კარგად არ ჩანს აი ჩემი ილაში, სადაც თავიდან გამოვიარეთ, სამწუხაროდ იგვე გავჩერდით, იმიტომ რომ ფეჩი არ იყო და ეხა საკმაოდ სივა. თითოეულ კედელს, სადაც აი ეს მუყავარი გაკრული, თავისი ისტორია აქვს რა, თავისი წარწერა აქვს, რომელიც რაღაც შეიძლება რამდენიმე 10 წლს ინახავს, 20 წელს, 30 წელს და რომ ამოდიხარ და კითხულობ, რაღაც ისევ ახალი ემოციები იბადება რა და ზოგადად საერთო მოცემულობაში მით უმეტეს ყველა ადგილობრივისთვის და არა მარტო ადგილობრივისთვისაც ძალიან ლამაზი ადგილია რა, თავისი ჯერ მახასიათებლებით, იმიტომ რომ ჰაერი მე რაღაც ის ურთიერთობები რაცაც იქნება და საბოლოო ჯამში დღეს გვერ გვისხვედრი რომ აქ ყოფილიყავით და ესეთ ლამაზ გარემოში, ლამაზ ხალხთან ერთად ესეთი კარგი დღე ჩაგვეტარებინა და ეს დღე კიდე გაგრძელდება ჩემი აზრით საკმაოდ კარგად. ხო. ზღვის და ალპური ჰაერის საინტერესო შერწყმა ხდება, რაც ჰაერის ამბავს კიდე უფრო კარგს რა და მეც ეხა მაგალითად პრაქტიკულად არ ვცივდები, იმიტომ რომ საშინად კარგი იმუნიტეტი მაქვს, ბიძა ჩემს ყოლა, გამოჩდი. ანუ დღევანდელი დღე ჩვენთვისაც გამოწვევა იყო და ახალი სატესტო რეჟიმში წამოვედით, იმიტომ რომ არ ვიცოდით ჯერ ეს ერთი რა დაგხვდებოდა, ამოვედით და საკმაოდ დიდი თოვლი დაგხვდა. მერე მანქანის გამოწვევა ის იყო, რომ აქამდე არ ყოფილა თოვლში ჩვენ ხელში რაც არის ეს მანქანა და ნისლის და თოვლის გამო გზად შეგვეშალა ერთ ადგილზე საკმაოდ ისე ვიარეთ, მაგრამ ჩვენ დასაბედნიეროთ მანქანამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და არ შეგვარცხინა, საკმაოდ კარგად იარა. რაც შეეხება აქაურობას და ამით ეხა ძალიან მაგრად თოს და ვცდილობთ რომ რაღაცა დროულად მოგვარდეთ და წავიდეთ, იმიტომ რომ არაპროგნოზირებადი ამინდია ხოლმე ჩვენთან მთაში და შეიძლება ნახევარსაათში მხოლოდ თოვლი მოვიდეს რომ აქ დავრჩეთ რა, გვინახავს ხოლმე ეგეთ ფაქტები რომ მე საათში და ნახევარსაათში კი ბატონო მეტრა თოვლი მოსულა ხოლმე, დღეს არ ველოდებით, მაგრამ აიც ნუ გაფრთხილება ჭირდება რა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეხა თურქეთის საზღვრიდან ვიმყოფებით დაახლოებით 1 კილომეტრში. ცოტა გულისატკენი მომენტია ამ ყველაფრის გააზრება, თუმცა ის რეალობა გვაქვს ახეზე და ესეც თავისებურად საინტერესოსთვის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ახლოს არის საზღვართან, მაგასაც თავისი ისტორიები აქვს, თავისი სიტუაციები აქვს. და ხშირად აი ბავშვობაში ხოლმე ძროხები ხან იქით გადარბოდნენ, ხან თურქი ძროხები აქეთ გადმობოდნენ და ეს ყველაფერიც თავის მოგონებებს ხმის რა. აქ კიდე ერთი ინტერესი არის და ერთი ამბავია, როცა მემთეურებთან ერთად გიწევს ამ ყველაფრის დანახვა და ამ ყველაფერთან შეხება რა. და როცა ამ მემთეურობის ნაწილი ხარ შენ რა, აი ზაფხულში ვეცდები მაქსიმალურად, რომ ეს ყველაფერიც დაგანახოთ როგორც მაყურებლებს და უფრო საინტერესო გავხადოთ ეს ყველაფერი თქვენთვის ანახავთ. აი იმ ფერდასაც უყურებთ, უკვე თურქეთია. Kyrgyzstan. ბაზარი არ არის, აჰა დედალი რუჭი, ბახეთ ეჰე. დაიშვიცა. აქ მოვიდა ბიჭო.
ქურდები. ამ თრუდი უნდა მოვგო. ბიჭო, მე მეიკუწერო. მეთქი ჩვენი ქართველი ბავშვები ოდითგანვე იარაღთან ერთად რაღაცები და არჩი ამ ტიპა. იო მაგრამ ხიდია. წინ, ტოვით. ტოვით. ტოვით, წინ. ნახე. 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 ეცი. ნიკა სიგზაზე შესავიდა. თოკო შენ გადადი იქით. რამას. ესე იგი ჩვენი დღევანდელი ექსკურსიიდან გამომდინარე და თითოეულობიდან გამომდინარე ცოტა ელემენტები დამიჯდა და ისე ნადიო, პოპა. მიდი შენ, მიდი. ეცი სკაი. წინ სკაი. ეცი მაგას. გადამოწმება. ვერას ეგეთი რამე არა, იმენ. თუ დადგა დამთავრებული. ნახე. სკაი როგორ შვება? რო დადგა 2 წამში ნაბიჯი თუ გადადგა, ესე იგი არ ყავს. და რაღაცა სუნმა იმას აქნა რა, გააჩერა. თუ არ გაინძრა 2 წამზე. ვინა გადავიდეთ ის უცხანები იმახსენს. ეს თავი მოვილიოთ და მე უკან გამა. ენაბული. ეგენაბული. მაიცა მოვიდე გადავიღო. სკაი ნელა. გადაიღო, ვიდი აცალე რა, გადაიღო. ეგე? დაკა, ყოჩა. ბიჭო, ბანძი ძაღლი ყავს, არ შეგარგა გიფუჭებს. კაროჩ, ბანძი ძაღლია რა. ეხა თვითონ სად იყურებოდა და მწყერი საიდან ამოფრინდა. ხო არ უღერავს ეს აზავიდა. მოიცა. ეცი. ცეცეტა. გუჯური. ხავს პარიხაში ხო არ გავიარო.